მოგესალმებით. თქვენ უყურებთ Dental House-ის პოდკასტს. Dental House-ი სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც უკვე 20 წელია თქვენი და თქვენი ოჯახის სტომატოლოგიური კლინიკაა. მე მისი წამყვანი, კლინიკის ხელმძღვანელი თერაპევტ პაროდონტოლოგი ფიქრია კაკაურიძე ვარ. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის სპონსორი სტომატოლოგიური კომპანია G&G-ია. დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. მინდა გთხოვოთ, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, რადგან არ გამოგრჩეთ სიახლეები, რომელსაც ჩვენ ხშირად გთავაზობთ. პაციენტებს, ვინც ჩვენ გვიყურებენ და კოლეგებს დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმრები არიან კლინიკის თერაპევტები ელენე ჩიმაკაძე და ნინო გუნიევა. დიდი მადლობა დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობისთვის. იმედი მაქვს საინტერესო პოდკასტი გამოგვივა და ვისაუბრებთ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს. ნინო, მინდა გკითხო. კარიესი როგორც ყველაზე გავრცელებული დაავადება მთელ მსოფლიოში. დედამიწაზე ფაქტიურად არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც აერთხელ მაინც არ ავადობს კარიესით. რეალურად მართლა ესეა და რა არის კარიესი? გამარჯობა ფიქრია, მადლობა პირველ რიგში რომ მოგვიწვიე. ვეცდები გაქცეა მომწურავი და კომპეტენტური პასუხი ამ კითხვაზე. კარიესი მსოფლიოში მართლა გავრცელებული დაავადება არის და ჯანდაცვის ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს. იმიტომ რომ კი ცნობილი არის მისი პრევენციის გზები და ვთქვათ მარტივიც არის ეს გზები, მაგრამ აღმოჩნდა რომ შესასრულებლად სავარაუდოდ ძნელია და გავრცელების თვალსაზრისით ყოველწლიურად მისი გავრცელება არ იკლებს. თვითონ კარიესი წარმოადგენს კბილის მაგარი ქსოვილის პროგრესირებად ქრონიკულ დაზიანებას, აქვს თავისი გამომწვევი სპეციფიური მიზეზი, კერძოდ კი პაციენტებისთვის ცნობილი როგორც რბილი ნადები, ჩვენთვის სტომატოლოგებისთვის ბიოაპკი. ეს არის რთული, რაც არის დამაზიანებელი ჩვენი მინანქრისთვის. ხშირად ვახსენებთ, მაგრამ მაინც რომ ავხსნათ ზუსტად რას წარმოადგენს, ჩავთვალოთ რომ არის ცოცხალი ორგანიზმი, სადაც არის ბაქტერია, იქ მუდმივად მიმდინარეობს მუშა პროცესი, აქტიურად ფერმენტაცია, ამ ფერმენტაციის შედეგად გამოიყოფა მჟავები და უკვე ეს მჟავა გვიზიანებს ჩვენს მინანქარს და გვისუსტებს მას. თვითონ კარიესი მოიაზრება, რომელიც გაჩნდა კარიესი და პრობლემაც გაჩნდა. რეალურად ესე არ არის, როგორც ვიცით. კარიესი როდესაც გაჩნდება, თუ საწყის ადრეულ ეტაპზე მივუსწრებთ, ესე რომ ვთქვათ, ჩვენ სტომატოლოგები, ანუ პაციენტი არ დაიწყებს იგნორირებას, შავი ლაქის, თეთრი დემინერალიზაციის სტადიაში შესაძლებელია კარიესის პროფილაქტიკა ჩატარდეს, ხო? კი ბატონო, ნამდვილად ეგრეა. პირველ რიგში განმარტოთ საერთოდ რა არის საწყისი ეტაპი კარიესის, იგივე ლაქის სტადია არის ძირითადად უწყინარი, პაციენტისთვის რაიმე დისკომფორტის მომტანი არ არის, ან იშვიათად შეიძლება აღნიშნოს ესთეტიკური პრობლემა, თუ კი ხილვად უბანზე არის ეს ლაქა. პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როცა კბილების შემხებ ზედაპირებზე, ანუ საკონტაქტო ზედაპირებზე არის ესეთი დაზიანება, თვალისთვის ძნელად შესამჩნევი არის, ვადგენთ რენტგენოლოგიური კვლევით და იწყება ჩივლები არ აწუხებს ამას აღმოჩენილი კი ბატონო, როდესაც ძალიან ზედაპირულ შრეში არის ლოკალიზებული და ჩარევა მოითხოვს რემინერალიზაციურ თერაპიას, პაციენტის დახმარებას, კი ბატონო, ელემენტარულად ფტორი შემცველი პრეპარატებით, რომლის ანტიკარიესული მოქმედება და ეფექტი არის ცნობილი. დიახ, გასაგებია, მაგრამ თუ კარიესი გამიჩნდა, ამ შემთხვევაში როგორც პაციენტი როგორ უნდა მოვიქცე, რას მირჩევთ? რა თქმა უნდა, პაციენტი ზოგჯერ არც არის ინფორმირებული, რომ მას აქვს კარიესული დაზიანება. პირველ რიგში წელიწადში ორჯერ მინიმუმ სტომატოლოგთან ვიზიტი აუცილებელი არის ესეთი დაზიანებების გამოსავლენად. თუ პატარა დაზიანება ვეხმარებით პრევენციის და პროფილაქტიკის დონეზე, უკვე ჩამოყალიბებული დეფექტების შემთხვევაში ვთავაზობთ მას მკურნალობას. ანუ ეს მითი, რომ სტომატოლოგთან წელიწადში ორჯერ ვიზიტი ჩვენი მოგონილი არ არის და ნამდვილად პაციენტების სასარგებლოა, ნამდვილად არ არსებობს, ხო? მითი არ არის ნამდვილად. ხშირ შემთხვევაში ამ საპროფილაქტიკო ვიზიტებზე ისეთ დაზიანებებს აღმოვაჩენთ თავად ექიმები, რაც თვალისთვის არის შეუმჩნეველი და მხოლოდ დიაგნოსტიკის დამხმარე მეთოდები გვეხმარება მათ გამოვლენაში. ძალიან კარგია, თუ დროულად პაციენტი თანამშრომლობს ექიმ სტომატოლოგთან, ჰიგიენა კარგი აქვს, კარიესული პროცესები შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ დროულად მიუსწროთ და ამის შედეგად მისი ჯანმრთელობის სტატუსი შენარჩუნდეს დიდხანს, ხო? მაგრამ როდესაც საუბრობთ პირის ღრუში სხვა გართულებებზე, რა გართულებებია ეს? კარიესის შემდგომ გართულებად განვიხილავთ ენდოდონტიას, კარიესის იგნორირების შედეგად
უკვე კბილი შეიძლება დაზიანდეს იმ დონეზე, რომ შეიძლება გამოიწვიოს ნერვის ტკივილი, ღამის ტკივილი. ეს ყველაზე დიდი დისკომფორტია, რაც პაციენტს შეიძლება შეექმნას, ხო? როგორ არის ეს მიმდინარეობა? Absolutely, თქვით და აღნიშნეთ, ანუ როდესაც კარიესის იგნორირება ხდება, პროცესი უფრო რთულდება და ვითარდება პულპიტი, ანუ რბილი ქსოვილების ანთება. პროცესი ამ დროს შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს და განვითარდეს პერიოდონტიტი, რომელიც გულისხმობს არა მარტო კბილის ანთებას, არამედ ფესვის ირგვლივ არსებული ძვლოვანი ქსოვილების ანთებასაც. ასეთ დროს უკვე პაციენტი საჭიროებს ენდოდონტიურ მკურნალობას. ენდოდონტია როგორ შეიძლება განიხილოს პაციენტმა? ყველაზე რთული ეტაპია, რომელიც არ ჩანს, შრომატევადია, ექიმი ყველაზე დიდ რესურსს ახმარს და ეს არის საფუძველი, როგორც ხარისხიანი მკურნალობის. შეიძლება ხარისხიანი ენდოდონტიის გარეშე მივაღწიოთ ჯანმრთელ პირის ღრუს, მე მგონი რომ არა. ნამდვილად შეუძლებელი არის, როცა საქმე უკვე აქამდე მიდის, საჭირო ხდება ენდოდონტიური მკურნალობის ჩატარება, ანუ არხების მკურნალობა და აქვე აღსანიშნავი არის, რომ ჩვენს კლინიკაში დიდი ყურადღება ექცევა ამას და ამ ყველაფრის დაგეგმარება წინასწარ ხდება, პაციენტთან ერთად განხილვა ხდება სამკურნალო კბილის კონსურს სხივულ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, მას შემდგომ რაც შევაფასოთ მდგომარეობას, უკვე რისკების თაობაზე არის პაციენტი ინფორმირებული, რომელიც შეიძლება განვითარდეს როგორც მკურნალობის პროცესში, ასევე მკურნალობის შემდგომ. ასევე ვაცნობთ ამ კბილის პროგნოზის პერსპექტივაზე, ანუ თუ რა პროგნოზი შეიძლება ქონდეს ამ კბილს და იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი თანხმობა არის, ხელსაწერს ინფორმირებულ თანხმობაზე და მკურნალობას ვიწყებთ. ეს ეხება მკურნალობას, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ შეიძლება მკურნალობა ვერ შედგეს წარმატებულად, ხომ არის ესეთი? და განმეორებითი ენდოდონტიის საჭიროება გვექნება. განმეორებითი ენდოდონტიის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც უკვე პაციენტი მოგმართავს სხვა კლინიკაში არასწორად ნამკურნალები, ან წლების წინ არასწორად, როდესაც არ იყო ტექნოლოგიური პროცესები ისეთი დახვეწილი, როგორც დღეს არის. დღეს ნამდვილად გვაქვს დიდი ფუფუნება აპარატურის თვალსაზრისით, ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით, თუნდაც ბევრი საინფორმაციო ლექცია ყოველდღიურად შეიძლება დაესწრო ვებინარებს. თუმცა დღესდღეობით მაინც პრობლემად რჩება არასწორად ნამკურნალები კბილები. და ეს საჭიროებს განმეორებით ენდოდონტიურ ჩარევას. კონკრეტულად რა არის ჩვენი მხსნელი ამ შემთხვევაში? ჩვენს კლინიკაში ხშირი არის ესეთი პაციენტების მომართვიანობა, რომლებსაც სჭირდებათ განმეორებითი ენდოდონტია. ეს გახლავთ უკვე ჩატარებულ კბილზე, როდესაც საჭირო არის ხელახალი ენდოდონტია, ანუ არასრულად როცა არის ნამკურნალები. ამის მიზეზი, როგორც წესი, როგორც აღნიშნეთ, უკვე გახლავთ პერიოდონტიტი, ანუ ფესვის ირგვლივ არსებული ანთება და ეს გამოწვევის მიზეზი შეიძლება იყოს არხში ჩატეხილი ინსტრუმენტი, არასრული ჰერმეტიზაცია, კბილის რთული ანატომია, დამატებითი არხები, რომელიც სამწუხაროდ ექიმისთვის ხშირად შეუმჩნეველი არის დენტალური მიკროსკოპის გამოყენების გარეშე. როდესაც ვსაუბრობთ ხარისხიან მკურნალობაზე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ დღევანდელმა ტექნოლოგიების განვითარებამ ძალიან ბევრი საშუალება მოგცა სტომატოლოგებს, ყოველდღიურად რომ უფრო მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურება შევთავაზოთ ჩვენ პაციენტებს. მაგრამ დღეს კიდევ აქტუალური რჩება არახარისხიანი, არასათანადო ნამკურნალები ენდოდონტიური კბილები, ხომ? რა შემთხვევაში მოგმართავენ პაციენტები განმეორებითი ენდოდონტიის ჩვენების მიზნით? ეს არის ჩატეხილი ინსტრუმენტი, არასრულფასოვანი. როგორ შეიძლება რომ პაციენტები დავიცვათ დღეს გართულებებისგან შემდგომში მომავალ წლებში? მართალი ბრძანეთ, რომ ადრე ის საშუალებები არ იყო და არ გამოიყენებოდა, რაც დღეს გვაქვს და ის ტექნოლოგიები. მნიშვნელოვანი არის, როდესაც განმეორებით მკურნალობას ვუტარებთ პაციენტს, გადავიღოთ ეგრეთ წოდებული კატი, ანუ კონუსურსხიური კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელზეც შეგვიძლია რომ უკეთესად შევაფასოთ ძვლის დეფექტები, ვნახოთ პაციენტს ხო არ აღინიშნება დამატებითი არხები და უფრო ზუსტი სურათი მივიღოთ სამკურნალო კბილის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანი არის, როგორც ბრძანეთ, საიზოლაციო სისტემის, ანუ რაბერდამის გამოყენება და მის გარეშე დღეს თანამედროვე სტომატოლოგიური პრაქტიკა წარმოუდგენელი არის და არც მუშაობთ ზოგადად რაბერდამის გარეშე. ბანალური კარიესიც რო იყოს, ზედაპირული კარიესი, მისი მკურნალობა საიზოლაციო სისტემის ქვეშ ხდება. რიგი უპირატესობები გააჩნია მას. პირველ რიგში უკეთესი ვიზუალიზაცია სამკურნალო კბილის ან კბილების. ექიმი მუშაობს აბსოლუტურად მშრალ გარემოში, ხდება რბილი ქსოვილების დაცვა, ასევე პაციენტის დაცვა ხდება ისეთი
აგრესიული ხსნარებისგან და ინსტრუმენტების ასპირაციისგან, რომელსაც ენდოდონტურ პრაქტიკაში ხშირად ვიყენებთ და ასევე ჯვარედინი ინფექციების პრევენცია ხდება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვფიქრობ ჩვენს პროფესიაში. ნამდვილად, თუმცა არსებობს ინსტრუმენტის გადაცდენის გამოცდილებაც მრავლობითად, რომელიც იგნორირებული რაბერდამის გამოყენებამ გამოიწვია. დღეს ეს უკვე ფუფუნებას აღარ წარმოადგენს, რაბერდამი ფაქტიურად არ როგორც ახსენე, არ არსებობს кейსი, როდესაც არ გამოიყენება და სწორედ ეს არის სტერილური გარემო გვაძლევს საშუალებას, რომ განმეორებითი ენდოდონტიები ნაკლებად დავიცილოთ. თუმცა კიდევ ერთხელ რო შევეხოთ რთულ კბილებს, მიკროსკოპით სამკურნალო კბილებს. მინდა აქვე ხაზი გაუსვა, რომ დღესდღეობით ფაქტიურად არ არსებობს თქვენთვის რთული კბილი, ხომ? მაგრამ არსებობს кейსი, როდესაც შეიძლება იდეალურად ვერ წარიმართოს პროცესი. კატეკულების შედეგად შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ კბილს აქვს ფსარი. ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევით? სამწუხაროდ მდგომარეობა არის, როდესაც უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს, ვერც ხსნას ვთავაზობთ პაციენტს და გამოსავალს და ასეთი კბილების მკურნალობა მიკროსკოპის ქვეშაც კი ვერ ხდება და სამწუხაროდ კბილი ექსტრაქციაზე მიდის. დიახ, თუმცა კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ მიკროსკოპის როლი სტომატოლოგიური მკურნალობაში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიკროსკოპი ეს არის ახალი ალტერნატივა, რომელიც დროებით რამოდენიმე წელი გადაავადებს იმპლანტაციის პროცესს. შეიძლება რომ ესე განვიხილოთ. აბსოლუტურად მართალი ვძანდებით. თანამედროვე სტომატოლოგიაში დენტალური მიკროსკოპის გამოყენება ნიშნავს ხარისხიან და წარმატებულ სამუშაოს ჩატარებას. მისი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გამოსახულება დაახლოებით 20-30 ჯერ გავადიდოთ. ძალიან ბევრია 20-30 ზარები, დამატებითი არხები, თვალისთვის მიუწვდომელი ის უბნები, რომელიც შეურაღებელი თვალით რომელსაც ჩვენ შეურაღებელი თვალით ვერ ვხედავთ. ასევე მიკროსკოპში ინტეგრირებული არის LED განათება, რომელიც გვეხმარება კბილის ანატომიის მაქსიმალურად უკეთ დანახვაში და კბილის ჯანსაღი ქსოვილის დაზოგვაში. ასე რომ მიკროსკოპის გამოყენება კიდევ უფრო ზრდის კბილის წარმატებას და გადარჩენის შანსს და ხშირ შემთხვევაში კბილს ვიცავთ ამოღებისგან და შემდგომი იმპლანტაციისგან. როდესაც ვსაუბრობთ მაღალხარისხიან სტომატოლოგიურ მომსახურებაზე, აქვე გვახსენდება პრევენცია. პრევენციის მნიშვნელობა შეიძლება რომ განვიხილოთ როგორც სტომატოლოგიის მთავარი ოქროს გასაღები. თუ შეიძლება ამაზე რომ ვისაუბროთ. კი ბატონო, საერთოდ ყველა დაავადებისთვის სასურველია მოვახდინოთ მათი პრევენცია და უკვე დაგვიანებულ სტადიაზე არ მიმართოთ ექიმს, იგივე ხდება პირისღრუს შემთხვევაში, კარიესის შემთხვევაში. კულტურა პირისღრუს მოვლის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წელიწადში 2 ჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი არის აუცილებელი იმ დიაპაზონში, გათვლილი არის რა რისკები შეიძლება განვითარდეს ამ 6 თვის განმავლობაში, რა შეიძლება თავად მოერიოს პაციენტი. ექიმი აუცილებლად უნდა დაეხმაროს მას რბილი და მაგარი ნადების პროფესიულ მოშორებაში და უნდა შეურჩიოს კონკრეტული დანიშნულებები. ეს არ არის ფართო მასებისთვის ერთი, ინდივიდუალურად უნდა მოხდეს, კი ბატონო, მაგრამ ერთი რამ უცვლელია ძირითადად კბილის პასტას ყოველთვის ვურჩევთ ფტორირებულს და მისი განსაზღვრული კონცენტრაცია არის. ეს უშუალოდ პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე ხდება. სხვა დამატებითი ინგრედიენტები, ხოლო ფტორი ყველა შემთხვევაში. ხო, თუ საუბრობთ პრევენციაზე, ფტორი ყველა ვარიანტში გვეხმარება და სხვა დამატებით საჭიროებებში მოისაზრება, თქვათ, მგრძნობელობა თუ აქვს პაციენტს, იმისთვის სხვა ხაზი და სხვა მიმართულება. თუ ხშირად უჩნდება კბილის ქვა, ის სხვა მიმართულება არის. თუ პიგმენტური ნადები ჩნდება, იქ სხვა ნივთიერება გვჭირდება და ისე რომ აფთიაქში შევედი და რომელიც ყველაზე მომეწონა და ავარჩი ეგრე არის და რეკლამაში ვნახე, შეიძლება ეს მე უშუალოდ არ გამომადგეს, იმიტომ რომ სხვა წამყვანი პრობლემები მქონდეს, ხო? მეორე პრობლემა არის ის, რომ დამატებითი წმენდის საშუალებებს არ იყენებენ ხშირად. პაციენტმა შეიძლება თქვას, რომ ფლოს იყენებს, მაგრამ რომ სთხოვ გაჩვენოს როგორ იყენებს, სრულიად არასწორი და დამაზიანებელიც არის და იწვევს ხრცილზე დეფექტებს. პრევენციული ღონისძიება ზოგადად კომბინაცია არის პირისღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის ჩვევების და კვებითი ფაქტორის. ანუ კვება ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა გქონდეს პაციენტს, კი ბატონო, იმიტომ რომ თუ ვახსენებთ კარიესის განვითარების მექანიზმს და იქ ნახშირწყალს, შესაბამისად საკვებში მიღებული ნახშირწყალი ყომდება კბილის ზედაპირზე და კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მისი დაყოვნების დროს. რაც შეეხება ინდივიდუალურ კვებით ჩვევებს, სასურველია უნდა შეზღუდული იყოს გაზიანი სასმელები, მათ შორის ენერგეტიკული სასმელები, თქვათ კვებებს შორის წახემსება, ეგრეთ წოდებული სნექებით პირდაპირ მჟაურ დარტყმას ახორციელებს მინანქარზე და ესეც დამაზიანებელია.
ზოგადად პრევენცია ალბათ უნდა დაიწყოს ბავშვის პირველი კბილის ამოჭრიდან და სასურველია რომ სტომატოლოგთან ვიზიტზე ატაროს მშობელმა, მიაჩვიოს გარემოს. შესაბამისად უკვე მუდმივი კბილების ამოჭრის პერიოდში კარგი პრევენციული ღონისძიება არის ფისურების ჰერმეტიზაცია. ეს კბილი ახლად ამოჭრილი კბილი არის სრულიად მოუმწიფებელი და ძალიან მიდრეკილი ვთქვათ, რომ უცბად წავიდეს კარიესული დაზიანება და ისეთი რთული ანატომია აქვს კბილს და საინტერესო ექიმის თვალისთვისაც, მშობლისთვის მით უმეტეს შეუმჩნევლად მიდის პროცესი, ამიტომ ძალიან კარგი პროფილაქტიკური ღონისძიება არის ჰერმეტიზაცია, სრულიად უვნებელი პროცედურა არის, უმტკივნეულო, მარტივად სრულდება და კარგ შედეგს ვიღებთ. ანუ ჩვენ შეგვიძლია ჰერმეტიზაციით დავიცვათ ბავშვის პირისყრუ განსაკუთრებით პირველი საღეჭი მუდმივი კბილები, რომელიც ყველაზე ხშირად ფუჭდება. კიდე რა შეიძლება რომ ურჩიოთ მშობლებს, რომ გაითვალისწინონ მუდმივი კბილების ამოჭრისთანავე როგორ უნდა მოგმართონ? ზოგადად აუცილებელი არის, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი მოხდეს პირველი კბილის ამოჭრისთანავე. ასეთი პაციენტები ავიყვანოთ კონტროლზე და დისპანსერიზაციაზე და კონტროლების დროს თუ მოხდება, რომ რაღაცა კარიესი განვითარდა, დროულად მოხდეს ჩვენს მიერ ჩაანევა, რომ კიდევ უფრო არ გაღმავდეს პროცესი და არ დასჭირდეს მე ამ პაციენტებს არხების მკურნალობა. აი ეს მითი რომ მშობლები მიიჩნევენ, რომ დროებით კბილებს ფესვები არ აქვს და მოიცვლის ბავშვი და აღარ დაჭირდება მკურნალობა, ალბათ უკვე თითქმის დამსხვრეულია. თუ ყავთ პაციენტები, ვინც უკვე ჯერ კიდევ გვისვავენ ამ შეკითხვებს. სამწუხაროდ არის და იძახიან, რომ აი ხო მაინც სარძევე კბილია და აი მაინც უნდა ამოვიღოთ და რა საჭიროა მკურნალობა. აქ გასათვალისწინებელია ის, რომ ამ კბილების გაწვა ხდება გვიან. და როდესაც პაციენტი ნაადრევად კარგავს სარძევე კბილებს, ირღვევა ღეჭვის ფუნქცია, სახსრესტის ფუნქციებიც ვითარდება. სამწუხაროდ მე ხანდახან ხშირია ხოლმე შემთხვევები, როდესაც უკვე მუდმივ კბილს ადგილი აღარ აქვს რომ ამოიჭრას ნაადრევად, თორსა დაკარგა პაციენტმა კბილი. ასე რომ ყველაფერს ყურადღება ექცევა ის ბავშვები, რომლებიც მშობლებს მუდმივად დაყავთ ჩვენთან 6 თვეში ერთხელ გეგმიურ ვიზიტებზე, ინფორმირებულები არიან ამის შესახებ და პირისხრუს სანაცია დროულად ხდება და თუ დროულად ახდენთ თქვენ ნადების კონტროლს, ყველაზე მთავარი ხო? ნადების ინდექსის განსაზღვრა განსაკუთრებით ბავშვებში აქტიურად ხდება. ამას აქვს მხიარული ხასიათი, განათლება ხდება, мотиваცია ბავშვების. თუნდაც შეიძლება კარგად ვერ იხეხავდნენ ახსნის შემდგომ ჩვენი მაინც ვეუბნებით რომ აიცი რა ძალიან კარგად იხეხავ, მაგრამ ცოტა აკლებს სადღაც ხელს და აი კიდე უფრო კარგად თუ გაიხეხავ, უფრო გამიხარდება რომ მოხვალ შემდგომში და გამახარებ და ამით ბავშვებს мотиваციაც ეძებდება რომ უფრო უკეთესად გამოიხეხონ. ძალიან კარგი, ანუ მშობელი, რომელიც რუნავს და 6 თვეში ერთხელ თავის შვილს ატარებს სტომატოლოგთან, იცავს მას მუდმივი კარიესებისგან, მუდმივი დისკომფორტისგან, თუმცა დღევანდელი ბავშვები ადაპტაციის პროგრამით ნამდვილად უფრო ადაპტირებულები არიან სტომატოლოგთან ვიზიტთან, ვიდრე ჩვენი თაობა იყო, რადგან მაშინ უფრო ნაკლებად იყო ეს ყველაფერი განვითარებული. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებმა გაიაზრონ ის ფაქტი, რომ პრევენციული ღონისძიებების გატარება არა მარტო მათ სრულ ჯანმრთელობას განაპირობებს, არამედ ფინანსებზეც ახდენს გავლენას. მარტივად რო ვთქვათ, წმენდა მათ ფინანსებზე ნაკლებად აისახება, ვიდრე შემდგომში არხების მკურნალობა და იმპლანტის ჩასმა თუნდაც. ეს სერიოზული ფაქტორია, რადგან ცოტა სიხდის საწყის ეტაპზე, შემდეგ ეტაპებზე უფრო მეტის დანახარჯი აქვს პაციენტს და შეიძლება კბილიც არ იყოს კეთილსაიმედო. როდესაც თინეიჯერები ბრეკეტებით მკურნალობენ, არ ხდება კარგი ჰიგიენის დაცვა, სავარაუდოდ და შემდეგ ხდება თეთრი ლაქების გაჩენა. ეს პაციენტებს უკვე მოხსნის შემდეგ დისკომფორტს უქმნის. თეთრი ლაქები შეიძლება სხვა პაციენტებსაც აწუხებდეთ ბრეკეტების მკურნალობის გარეშე. დღეს რა საშუალება გვაქვს კლინიკაში, როგორ შეიძლება ამ პრობლემას შევებრძოლოთ და გვაქვს თუ არა ჩვენ ხელმისაწვდომი კლინიკაში? ჩვენ ხელმისაწვდომი ნამდვილად გვაქვს ყველა საშუალება და პაციენტებსაც ვთავაზობთ. ასაკობრივი კატეგორია ის კარგად ახსენეთ, ორთოდონტული მკურნალობის შემდგომ ახალგაზრდებს აქვს ეგ პრობლემა. ესთეტიურად ძალიან მიუღებელი არის მათთვის, თუმცა უნდა აღნიშნოთ, რომ გასაგებია ბრეკეტ სისტემასთან ერთად ეს ყოველდღიური მოვლა, ძალიან ბევრი საშუალების გამოყენება მათთვის დამღლელია, მაგრამ დგება ესეთი შედეგი. როცა სჭირდებათ უკვე სხვა ტიპის ჩარევა, რომ
ორთოდონტიის გზით მიღებული ღიმილი ბევრად უფრო კარგი გახდეს და თავდაჯერებულები იყვნენ. ესთეტიურადაც გამოიყურებოდეს, ხო? ერთ-ერთი თანამედროვე ესეთი მეთოდი არის აიკონი, ეგრეთ წოდებული მასალა არის, სპეციალური თხევადი მასალა, რომელსაც ვიყენებთ, არის სრულიად უმტკივნეულო, მარტივი გასაკეთებელი, ერთ ვიზიტში შეიძლება განვახორციელოთ. მთავარი პრინციპი ამ მეთოდის არის ის, რომ მინანქარი, რომელიც ისედაც დაზიანებულია, ხდება უფრო განვლადი ჩვენი მასალის გამოყენებით და შემდგომ ამ განვლადი ადგილების შევსება ხდება სპეციალური ინფილტრატით. გარკვეულ ოპტიკური ილუზიას ქმნის ეს ინფილტრატი, ეს ჩვენი ლაქა ინიღბება, კარგი ესთეტიკური შედეგი მიიღება, კბილი საერთოდ არ მუშავდება, ანუ მექანიკურად ინსტრუმენტით მას არ ვეხებით. ანუ თუ პაციენტი შიშიც აწუხებს სტომატოლოგის ბევრად მშვიდად იქნება, როცა მოხსნით კი ბატონო, რომ საერთოდ არ ვიყენებთ ინსტრუმენტებს. იზოლაციის შემდეგ აუცილებლად იზოლაციის ქვეშ კეთდება მანიპულაცია, დაცული რომ ვიყოთ ყველანაირი სითხისგან. პაციენტისთვისაც კომფორტული არის მშვიდად წევს. ერთ ეტაპში ეს ყველაფერი შესაძლებელია, ერთ ეტაპში კეთდება ყოველთვის. ანუ მთავარი პრინციპი არის ის, რომ კბილის თლიანობა ზედაპირულად შენარჩუნებული უნდა გქონდეს. მთავარია რომ არ იყოს ჩამოყალიბებული, უკვე კარიესი არ უნდა იყოს. დეფექტი გვაქვს, აქ ცოტა სხვანაირად ვიქცევით და სხვა მიმართულებით მივდივართ. აიკონის კომბინაცია შეიძლება აგრეთვე ქიმიურ გათეთრებასთან ძალიან საინტერესო. გარკვეულ შედეგამდე მივდივართ, ჯერ გათეთრებით და შემდეგ ვამატებთ აიკონის ეტაპს. სწორად აღნიშნეთ თვითონ დიაგნოზები, ანუ ორთოდონტიული მკურნალობის შემდგომ გაჩენილი მრავლობითი კარიესული ლაქები, ასევე ფლუოროზის მსუბუქი ფორმები, უფრო ზედაპირულად განლაგებული პიგმენტაცია. ეს არ უნდა იყოს ღრმად, ჩამოყალიბებული დეფექტი არ უნდა გქონდეს და ამ კუთხის შეფერილობა არ უნდა გქონდეს. ზონდი ნამდვილად არ უნდა ჩერდებოდეს. მაგ შემთხვევაში ბჟენიერი ალტერნატივა. ტეტრაციკლინიკის კბილებს რა პროგნოზია? ტეტრაციკლინის კბილები ცოტა მძიმე შემთხვევა არის, კი ბატონო, არ გვხვდება, მაგრამ აქ ალბათ კარგი შედეგისთვის უფრო კომბინაცია არის სხვადასხვა მეთოდის. ანუ აქ ერთიანობა შეიძლება მოვისაზროთ აიკონით, გათეთრებაც, ჟენით შეიძლება დაგჭირდეს, იმიტომ რომ ცოტა ძნელი არის მისი შენიღბვა. ძალიან საინტერესოა. დღეს ესთეტიურ სტომატოლოგიას ყველაზე დიდი მოთხოვნა აქვს თერაპიულ განხრით და ორთოპედიული განხრით. თერაპიაზე როდესაც საუბრობთ, ჩვენთან თერაპევტებთან ყველაზე მეტად მოგმართავენ გათეთრების მიზნით. შესაძლებელია პაციენტი, რომელიც მოგმართავს, აღმოჩნდეს პაროდონტიტის რაიმე სტადიით, გინგივიტით მინიმუმ, თუმცა დღეს ფაქტიურად პაციენტი არ შემოდის კლინიკაში, რომელიც არ გვთავაზობს, რომ კბილები უნდა გავითეთრო მკურნალობის შემდეგ. გათეთრებას ძალიან პოპულარობასთან ერთად ცნობადობაც მოემატა, მაგრამ უკუჩვენებებიც ახასიათებს. რა არის გათეთრების ჩვენებები, უკუჩვენებები თუ აქვს და რა შემთხვევები არის, როდესაც პაციენტს უარს ვეუბნებით გათეთრებაზე და რა ეტაპები აქვს გათეთრებას თვითონ? მუდმივია გათეთრება? ანუ ბევრი კითხვა აწუხებთ პაციენტებს და ამ კითხვებთან ერთად, ანუ ბჟენები მაქვს და გამითეთრდება, გვირგვინები მაქვს გამითეთრდება, ანუ ისეთი კითხვები აწუხებთ, რომელიც რეალურად აინტერესებთ. ნამდვილად. გვესაუბრეთ. როგორც თქვენ ბრძანეთ, თანამედროვე ესთეტიური სტომატოლოგიის ყველაზე მოთხოვნად პროცედურას წარმოადგენს გათეთრება. გათეთრებას როგორც წესი პაციენტები ითხოვენ, როდესაც მათ აღენიშნება სხვადასხვა სახის დისკოლორიზაცია. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ექსოგენური, ისე ენდოგენური ფაქტორებით. ძალიან ხშირი არის მაგალითად ყავის პიგმენტური ლაქები, თამბაქოს. აი ეს ორსულობისას კბილების შემეცვალა, აქამდე ყვითელი არ მქონდა და ეხლა გამიყვიტდა. ამ შემთხვევაშიც მოგმართავენ, ხო? ხშირად ლაქტაციაზე მყოფები, მაგრამ მაგას უარს ვეუბნებით. დიახ, ეს წარმოადგენს შედარებით უკუჩვენებას, როდესაც არ არის სასურველი, რომ ისეთ ადამიანს, რომელიც არის ლაქტაციის პერიოდში, ან უკვე არის ორსულად, რომ ჩაუტაროთ გათეთრების მანიპულაცია. ჩვენ შეგვიძლია ეს მანიპულაცია გადავდოთ. ხო, არ არის შეთქონდა ლაქტაციის შემდგომ ჩაუტაროთ. რა ეტაპები გვაქვს გათეთრების? კლინიკური სახლის მეთოდები, რომელი უფრო ეფექტურია, რამდენი ხანი ძლებს გათეთრების შედეგი? კი ბატონო. რას ეკითხებიან? როგორც წესი არსებობს ორი სახის გათეთრება, ეს გახლავთ საოფისე და სახლის პირობებში გათეთრება. ორივე მათგანს გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. რაც შეეხება უკუჩვენებებს, ანუ როგორც აღნიშნეთ, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ ვათეთრებთ, ასევე მას გააჩნია ასაკობრივის შეზღუდვა, ანუ 18 წლიდან ვიწყებთ გათეთრების პროცედურის ჩატარებას პაციენტებში. ასევე პირველ რიგში უნდა მოხდეს პირის სრულ
დათვალიერება. პაციენტს, რომელსაც აღენიშნება არაკარიესული დაზიანებები, ჰიპერესთეზია, ანუ მომატებული მგრძნობელობა, მრავლობითი კარიესები და რესტავრაციები, ან თუნდაც ბჟენის დეფექტები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცუდი პირისწყლის ჰიგიენა, ასეთ პაციენტებში არ არის მიზანშეწონილი კათედრების პროცედურის ჩატარება. შეიძლება რომ ჰიგიენა გამოასწოროს და მხოლოდ შემდეგ მოგმართოს. აუცილებელიც კი არის, რომ პირველ რიგში მოხდეს პირისწყლის ჰიგიენის ინსტრუქტაჟი, მკურნალობა, თუ მას აღენიშნება გინგივიტი ან პაროდონტიტი და მხოლოდ მკურნალობის შემდგომ და სიტუაციის რემისიაში გადაყვანის პერიოდში შეგვიძლია ჩავატაროთ ეს პროცედურა. თუმცა გათეთრება ერთჯერადი პროცედურაა, ერთ ეტაპად პაციენტი უკვე თეთრი კბილებით ტოვებს კლინიკას, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ თეთრი დიეტის დაცვა მოხდეს. აუცილებლად და მართა სწორედ აღნიშნეთ, ანუ მნიშვნელოვანი არის არა მარტო პროცედურის ჩატარება, არამედ პაციენტის ფსიქოემოციური ფონიც და მზაობაც. რადგანაც თუ რეკომენდაციებს არ დაიცავს მკაცრად, რა თქმა უნდა, შედეგიც ვერ შენარჩუნდება დიდხანს და კბილი მარტივად დაუბრუნდება ძველ ფერს. აუცილებელი არის თეთრი დიეტის დაცვა. დაუზიანდება ელენე? ეს არის მითი, რომელიც გავრცელებული არის პოპულაციაში, კათედრება არ აზიანებს კბილებს და მინანქრის ზედაპირს, ის აბსოლუტურად უსაფრთხო არის. როგორც აღვნიშნეთ, ორი კათედრების მანიპულაცია არსებობს. პირველი საოფისე კათედრების შემთხვევაში პაციენტი ერთ ვიზიტში ღებულობს შედეგს, შედეგს ხედავს პროცედურის დამთავრებისთანავე სავარძელში და სანამ გავა კლინიკიდან და კლინიკას დატოვებს, ხოლო რაც შეეხება 45 წუთიდან 1 საათის ფარგლებში, როგორც თქვენ ბრძანეთ. რაც შეეხება სახლის პირობებში კათედრებას, ეს ასეთ დროს გამოიყენება უფრო დაბალი პროცენტების ქიმიური გამათეთრებელი აგენტი და პაციენტი თვითონ აკონტროლებს შედეგს. ნუ ექიმის ზედამხედველობით, აუცილებლად ექიმის ზედამხედველობის ქვეშ, ექიმის მიერ ხდება გამათეთრებელი აგენტის პროცენტობის შერჩევა და პაციენტს როცა აკმაყოფილებს შედეგი უკვე ჩერდება. რაც შეეხება რომ ბრძანეთ, რომ მუდმივი არის თუ არა, მუდმივი არაფერი არ არის ცხოვრებაში. სამწუხაროდ არ ფშენები ხართ. დიახ, არც ფშენები, მათ შორის და არც კათედრების შედეგი, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ ეს შედეგი უფრო ხანგრძლივი იყოს, ძალიან კარგ შედეგს იძლევა, როდესაც საოფისე კათედრება კომბინაციაში ხდება სახლის კათედრებასთან ერთად. ჩვენც გვიყვარს. ჩვენც ხშირად ვიყენებთ კომბინაციურ მეთოდს, მე პირადად მივმართავ კაპებით კათედრების მეთოდს, მაგრამ დამატებით სუმის კათედრება ყველაზე ეფექტურია, უცებ 45 წუთში მარტივად თეთრი კბილები, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, რომ გათეთრების პროცესში და გათეთრების შემდეგ მნიშვნელოვანია პაციენტმა გაითვალისწინოს, რომ 2 კვირის მანძილზე სასურველია მუქი მღებავი პიგმენტური ნივთიერებების აკრძალვა ან შემცირება, რადგან დიდხანს მიღებული შედეგის შენარჩუნება მოვახდინოთ დიდხანს. ესთეტიური სტომატოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განხრა არის ბჟენები, ვინირები, თერაპიული ვინირები, ძალიან მნიშვნელოვანია და პაციენტები ხშირად ამ მიზნითაც მოგმართავენ. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც თერაპიული ვინირი არ კეთდება და სასურველია, რომ ორთოპედიული გვირგვინები ან ვინირები დამზადდეს. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს მხოლოდ ერთი კბილის დეფექტი აწუხებს ან კბილის ფერი არ მოწონს, ამ შემთხვევაში ხშირად მივმართავთ 3D ჰოლივუდის ხიმილს, რომელიც რეალურად ყველაზე მეტად ცნობადია პაციენტებში და მომართვისას ასეც გვეუბნებიან, რომ 3D ხიმილი მინდა, მხატვრული რესტავრაცია მინდა. რა არის ნინო ექიმო? 3D სტომატოლოგიური ვინირები. ტერმინი მხატვრული რესტავრაცია ბევრად უფრო მარკეტინგულია. მიღებული არის, 3D უფრო მარკეტინგული ხრიკი არის. ზოგადად როცა მუშაობთ ჩვენ თერაპევტები დენტალ ჰაუსში, ყოველთვის მუშაობთ კბილის ბიომიმეტიკური პარამეტრებით. პაციენტი რო არ დაიბნეს, ანუ ეს არის კბილის შრეობრივი აგებულება, შესაბამისად მოწოდებული მასალები ისე გვაქვს არჩეული, რომ ყველა მის ფენას ვიმეორებთ, ყველა ფერის გათვალისწინებით. იმეორებთ. ექიმი როცა მუშაობს, არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებს, არხში მუშაობს, ბჟენს აკეთებს, მარტივ კარიეს ბჟენს. კბილი უნდა წარმოიდგინოს ისედაც 3D განზომილებაში და მიყვეს მის შრეუბრებას. პაციენტმა იცის, რომ მხოლოდ პატარა შავი წერტილი ქონდა, რომელთაც მოგმართა ან რაღაცა. ბოდიში არც აქვს მნიშვნელობა, არ კითხულობს მაგალითად რა უკეთდება იმ კონკრეტული მანიპულაციის შემთხვევაში, მაგრამ ჩვენთვის ხო არის პრიორიტეტი, რომ მაქსიმუმი ჩავდოთ და თუნდაც ის პატარა შავი ლაქაც ზუსტად მხატვრული რესტავრაციის სახით წავიყვანოთ.
რაც შეეხება ჰოლივუდის ღიმილს, ესეც ესთეტიკური სტომატოლოგიის ნაწილია, მაგრამ ეს არ არის ერთი მარტივი პროცედურა. მოისაზრებს კომპლექსურ რეაბილიტაციას, ზოგჯერ შეიძლება დაგჭირდეს სხვა დამხმარე კოლეგების ჩართულობაც პროცესის მართვაში. მაგალითად ორთოდონტის დახმარება შეიძლება დაგჭირდეს. რაც შეეხება თვითონ ტერმინს ამ ჰოლივუდის ღიმილს, ეს შოუ ბიზნესიდან მოდის, ვარსკვლავებიდან. კი ბატონო, ძალიან პოპულარული გახდა მათში ეს ნათელი ფართო ღიმილი, ფოტოგენური ღიმილი, რა თქმა უნდა და ფერებში მოძრაობენ ეს პაციენტები, რა ფერს ითხოვენ? თქმა ყველაზე ქათქათას. ყველაზე ქათქათას და თეთრს და დიდს. სხვათა შორის რომ გაესაუბრები კარგად პაციენტს ფოტოგრაფირებით, პროტოკოლი ფოტოგრაფირება ეს აუცილებელია ჰოლივუდის ღიმილის შემადგენელი ნაწილია, რომ ჯერ ვაკეთებთ ფოტოგრაფირებას და ვადგენთ პროტოკოლს. კლინიკურ სიტუაციასთან გაცნობის შემდეგ პაციენტებს თავადაც გამოუთქვამთ უკვე სრული ბევრს, რომ ეს სითეთრე არ არის ფლად საჭირო, მაქსიმალურად ბუნებრივი და საკუთართან მიახლოებული რომ იყოს. ანუ თუ კარგად უხსნით და ბევრს ვესაუბრებით პაციენტს, კარგ ალტერნატივებს როცა შევთავაზებთ, რა თქმა უნდა, შევჯერდებით ბუნებრივ ვარიანტზე, რითაც კმაყოფილი იქნება. იმიტომ რომ პაციენტს აქვს რაღაცა გარკვეული წარმოდგენები, შექმნილი, ასე ვთქვათ, როგორი ფორმის, სიგრძის, ფერის კბილის სურს, მაგრამ რაღაც შეუსაბამობაში შეიძლება მოვიდეს, ვთქვათ, გარკვეული 6 კბილის გაკეთება სხვა კბასთან, კი ბატონო. და ეს დისონანსი რომ მკვეთრი არ იყოს, აუცილებლად კარგი რჩევა უნდა მივცეთ და ერთად შევჯერდეთ გადაწყვეტილებაზე. სოციალური ქსელების ძალიან ფართო მასშტაბზე გასვლომაც ძალიან განაპირობა, ხო? ესთეტიური რესტავრაციების მოთხოვნილება. ზოგადად ძალიან ბევრი მაგალითი არის სოციალურ ქსელში, მოთხოვნა არის დიდი, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ინფორმაციის მიწოდებასაც გააჩნია. მნიშვნელოვანი არის ინფორმირებულობა. როდესაც ვსაუბრობთ თერაპიულ გვირგვინებზე, თერაპიულ ბჟენებზე, ან კონკრეტულად კარიესის აღდგენაზე, იქვე მახსენდება პაციენტის ერთი კითხვა, რომელიც ყოველთვის ყოველდღე ყველას გვესმის. რამდენი ხანი გამიძლებს ბჟენი? ხომ არ ჩამომწყდება, ან კითხვები აქვს ესეთი, რომ ხომ მუდმივია, იმიტომ რომ ხელოვნურად შეგვყავს. ხშირად სვამენ მაგ კითხვას. და გარანტიებზე საუბრობენ. გარანტია რამდენი ხანი მექნება. სამწუხაროდ ეს პაციენტებს ისევ ბევრი ახსნა ჭირდებათ, მაგრამ კიდევ კარგად რომ აგვიხსნათ, რომ ჩვენი პაციენტებისთვის უფრო გასაგები იყოს, არის თუ არა ბჟენი მუდმივი. სამწუხაროდ მუდმივი არაფერი არ არის, მათ შორის არც ჩვენი კბილი, მინაქარიც კი იცვდება, რომელიც ყველაზე მაგარი ქსოვილი არის ორგანიზმში. თუმცა ბჟენის მუდმივობას და თუ რამდენი ხანი იქნება ის ჩვენს პირის ღრუში, განაპირობებს მრავალი ფაქტორი. დაწყებული ბჟენის ხარისხიდან დამთავრებული პაციენტის მავნე ჩვევებით. რაც უფრო დიდი ბჟენი არის და რაც უფრო დიდი ქსოვილი არის დაპრეპარირებული. ბოდიში აქვე მინდა რომ ხაზი გაუსვათ მავნე ფაქტორში შეიძლება მზესუმზირის გამოყენება, შეიძლება პროფესიული პაციენტის ყოველდღიური ჩვევა, ხო? რომელიც აზიანებს იმ კონკრეტულ უბანს, ხო? აუცილებლად არსებობს კიდევაც ის მზესუმზირის ჩანაჭრებს ეძახიან, რომელიც წინაკბილებზე ვითარდება, როდესაც ხშირად მზესუმზირას არჩევენ წინაკბილებით, უზიანდებათ საჭრელი კიდის ნაწილი. ასევე მნიშვნელოვანი არის თუ რამდენად დიდი ქსოვილი არის დაპრეპარირებული და შემდგომ აღდგენილი, იმიტომ რომ რაც უფრო დიდი არის ბჟენი, მით უფრო მეტი დატვირთვა მოდის მასზე ღეჭვის დროს. ასევე აუცილებლად კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას პაციენტის ჰიგიენურ მდგომარეობას, ანუ რამდენად კარგად იცავს ის ჰიგიენას, იმიტომ რომ უკვე დაბჟენილ კბილის სხვა ზედაპირზე შეიძლება განვითარდეს მეორადი კარიესი. ანუ ერთგან თუ დავბჟინეთ კბილი და არასანირებულია, კბილთა შორის ჯაგრულა იგნორირებულია და ეს ყველაფერი კომბინაციაში არ ხდება. ჰიგიენა, ჯაგრულა, პირის ღრუს მოვლის ჩვევები და კვების სტილი, მისი ცხოვრების სტილი შეიძლება ერთგან დავბჟინოთ და მეორეგან გაუჩნდეს კარიესი. მართალი არის, რომ მეორე ზედაპირზე გაუჩნდეს უკვე მეორადი კარიესი. უნდა აღინიშნოს ასევე ბრუქსიზმის არსებობა, რაც ძალიან ხშირი არის დღევანდელ ახალგაზრდებში, განსაკუთრებით თინეიჯერებში. ღამე კბილების კრაჭუნი, ჰიპერტონუსი, როდესაც კუნთები გადატვირთული არის, ეს რა თქმა უნდა ამცირებს ბჟენის მედეგობას.
იმპლანტაციის შემდეგ ფრონტალურ კბილების მიდამოში ხშირად გვაქვს კბილების დანაკლისი. რა შეიძლება რომ ამ შემთხვევაში შევთავაზოთ პაციენტს, ან მეორადი ადენტია, როდესაც არის, ან დროებითი კბილი, როდესაც აქვს დასრულ პაციენტს. რა შეიძლება რა საშუალებები გვაქვს მერილენდის ხიდზე რომ ვისაუბროთ? სტომატოლოგიაში არსებობს ერთ-ერთი მინი-ინვაზიური მეთოდი, კონსერვატიული, რომელსაც ვახორციელებთ თერაპევტები, როცა ერთეული კბილი არის დანაკლისი, ეს ძირითადად წინა სეგმენტში ხდება და მას ეწოდება მერილენდის ხიდი. არსებობს ის როგორც ალტერნატივა. ალტერნატივა არის ნამდვილად, იმიტომ რომ აქვს თავისი ჩვენებაც, აქვს თავისი უკუჩვენებაც და უნდა აუხსნათ პაციენტს შესაძლო რისკები და რა შედეგს მიიღებს იმ პატარა პროცედურით. ძირითადად ახალგაზრდებში და თინეიჯერებში, თუ კი არის ადენტი, ანუ არა მოვიდა კბილი, ან ორთოდონტული მკურნალობა ჩატარდა, ან რაღაცა ტრავმა მოხდა და დაკარგა ერთეული კბილი, ეს მძიმე პრობლემას იწვევს, იმიტომ რომ ესთეტიკა ირღვევა და ძაფრი განცდა აქვთ ამ ესთეტიკის და ეძებენ მარტივ გზასაც, სწრაფ გზასაც, როგორ შეიძლება რომ პრობლემა გამოსწორდეს. შეიძლება მეორე დღეს ქორწილში მიდის და უცებ ჩამოწვა ყველაფერი ხდება. არის იმპლანტაციის შემდგომ, როდესაც უკვე ჩატარდა манипуляცია, მაგრამ ვინაიდან გრძელვადიანი პროცედურა არის და დასრულებას რაღაცა პერიოდი ჭირდება, ზუსტად თუ სადმე წასასვლელია, ერთ-ერთი ალტერნატივა შეიძლება იყოს მერილენდის ხიდი. ეს არ არის მუდმივი კონსტრუქცია, არ არის გარკვეულ პერიოდზე არის გათვლილი, თუმცა ნებისმიერ დროს შეიძლება მისი მოხსნა. არის მინი-ინვაზიური, იმიტომ რომ განსხვავებით ტრადიციული ორთოპედიული ხიდისგან, როცა კბილები მნიშვნელოვნად პრეპარირდება, აქ საერთოდ მინიმალური ჩარევა არის საყრდენი კბილების მიდამოში. საყრდენი კბილები, რა თქმა უნდა, აუცილებელია, იმიტომ რომ ჰაერზე, რა თქმა უნდა, კბილს ვერ ააშენებ. ხიდისებრი კონსტრუქცია წარმოვიდგინოთ. ორი კბილი არის საჭირო, რომელთა შორის არის ეს ჩვენი დაკარგული კბილი და ის უნდა ავაშენოთ და ამ საყრდენ კბილებში ძალიან პატარა ხარი კეთდება, სადაც უნდა ჩავაფიქსიროთ საკმაოდ მყარი გამძლე ლენტა სპეციალური, ეს არის არმირებული მასალა, რომელიც დიდ დატვირთვას უძლებს. აქაც ვიკითხავ, აქაც რა თქმა უნდა რაბერდამის ქვეშ ხდება ხო კონსტრუქციის აშენება. პაციენტის ფსიქოემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება გაუტკივარებაც ჩატარდეს. შეიძლება გაუტკივარების გარეშეც ჩატარდეს манипуляცია. რაბერდამი აუცილებელი არის. და როდესაც ამ ლენტას უკვე მოვათავსებთ კბილებზე, შემდგომ უკვე ბჟენის საშუალებით, რომელიც ახლა წინა კბილებში უნდა გამოვიყენოთ, ფრონტალურ მიდამოში უნდა გამოვიყენოთ, უნდა იყოს მტკიცეც, იმიტომ რომ კონსტრუქციაზე კეთდება, უნდა იყოს ესთეტიურიც, იმიტომ რომ ვიზუალს აქვს მნიშვნელობა. კი ბატონო, მტკიცე უნდა იყოს და ესთეტიურად მისაღები, კბილის ფორმაც ხომ უნდა გამოიყვანო და მიამგვანო ბუნებრივ ანალოგიურ კბილს, რომელიც საპირისპირო მხარეს ექნება პაციენტს და უნდა დავდოთ კარგი შედეგი ერთ ვიზიტში. რაც შეეხება მის უარყოფით მხარეს, აუცილებელი გასათვალისწინებელი არის, რომ ოკლუზია უნდა გვიწყობდეს ხელს, ეს манипуляცია ჩავატაროთ. კი ბატონო, საკმარისი სივრცე უნდა იყოს აღსადგენი კბილისთვის. აქვს ასევე ატკეჩვის, ანუ მოტეხვის რისკი და ხანგრძლივობა უკვე დამოკიდებული არის თუ როგორ მოუვლის სწორად პაციენტი მას. თუმცა ნებისმიერ დროს შეიძლება მისი მოხსნა და სხვა ალტერნატიული გზით ამ დანაკლისით ეფექტის აღდგენა. ბევრი გაბედნიერებული სახე წასულა ჩვენი კლინიკიდან, რომ ერთ ვიზიტში უკბილობიდან ლამაზი ღიმილი შეიქმნეს. ძალიან კარგი, ყველაზე მნიშვნელოვანია რომ პაციენტებს დაუბრუნოთ სოციალიზაცია, არ კონდეთ დისკომფორტი და ზუსტად ის პრობლემა მოუგვაროთ, რაც მათ უქმნით დისკომფორტს. ეს იქნება დროებითი მოგვარება თუ მუდმივი მოგვარება, პაციენტმა უნდა იგრძნოს, რომ მათზე ვზრუნავთ და ყველაზე მთავარი მათზე ისევე ვზრუნავთ, როგორც ჩვენი ოჯახის წევრზე. კი ბატონო, ის იმ მომენტში არის პრიორიტეტული, მისი ინტერესი არის პრიორიტეტული, ამას რომ ვითვალისწინებთ, ვუსმენთ ბოლომდე და შესაბამისად ჩვენ აზრსაც გამოვხატავთ და უკვე ერთად ვთანამშრომლობთ. ეს უზრუნველყოფს, რომ პირის ღრუსთან დაკავშირებული სიცოცხლის ხარისხი აუმაღლდეს. ნინო, რჩევის სახით თუ შეიძლება გითხარი, რა უნდა გაითვალისწინოს მომავალმა დედამ ორსულობის დაგეგმარებისას? ყველაზე კარგი პერიოდია თუ დაგეგმარებამდე მიმართავს სტომატოლოგს და ჩაიტარებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, დიაგნოსტიკას და საჭიროების შემთხვევაში დაგეგმავს მკურნალობას. უკვე ორსულობის დადგომის პერიოდში აუცილებელია ჩარევა მოვახდინოთ, ყველაზე ოპტიმალური ვადა არის მეორე ტრიმესტრი ან მესამე ტრიმესტრის დასაწყისი. უფრო მოგვიანებით პერიოდში ნაყოფის დიდი ზომიდან გამომდინარე შეიძლება მოხდეს მისი ქვედაღრუ ვენაზე ზეწოლა და დედისთვის პატარა პრობლემა და დისკომფორტი გამოიწვიოს, თუმცა ესეც არ არის პრობლემა. მკურნალობისას შეიძლება გამოვიყენოთ სპეციალური ბალიში და უფრო კომფორტული პოზიცია შეუქმნათ პაციენტს.
ორსულობის დროს პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელი არის ფტორიანი კბილის პასტის გამოყენება, თავისი განსაზღვრული რაოდენობა გააჩნია ამას. აუცილებელია კბილთაშორისი ჯაგრისების გამოყენება და წმენდის საშუალებების გამოყენება. ასევე პრევენციის მიზნით კარიესის საწინააღმდეგო ნივთიერების ქსილიტოლის შემცველი საღეჭი რეზინები არსებობს და ყოველი კვების მერე შეუძლია ისიც გამოიყენოს. საღამოს ძილის წინ ფტორიანი სავლები, საჭიროებიდან გამომდინარე თუ თანდართული ანთება გვაქვს, ან გრძელის პრობლემები არის გამოხატული, ქლორჰექსიდინიან სავლებით შეიძლება ჩავთოთ მკურნალობის პროგრამაში. ექიმი ან გინეკოლოგთან შეთანხმება რა ეტაპების გვჭირდება, მაგალითად ვაზოკონსტრიქტორებს როცა ვიყენებთ, მაგალითად რა ეტაპებია, მაგალითად რენტგენის გადაღება არის თუ არა ნებადართული, რომ ამაზე ვისაუბროთ. რენტგენის გადაღება ნებადართულია, სრულად უსაფრთხოა და უკუჩვენება არ აქვს. ოღონდ კონკრეტულად უნდა განსაზღვროთ გვჭირდება ჩვენი ეტაპზე რენტგენოლოგიური კვლევა თუ არ გვჭირდება. თუ კი გვჭირდება, აუცილებლად ამცავის საყელოს და წინსაფრის გამოყენებით კეთდება. გაუტკივარებას რაც შეეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით მოწოდებული არის მონაცემები, კვლევებია ჩატარებული და გაუტკივარება ეპინეფრინით სრულიად დასაშვებია. არაზიანებს არც ნაყოფს. უბრალოდ ის უნდა აღვნიშნოთ, რომ სასურველი არის, რა თქმა უნდა, მეორე ტრიმესტრში და მესამე ტრიმესტრის დასაწყისში მოხდეს მკურნალობა. თუმცა მწვავე გადაუდებელი შემთხვევების დროს ნებისმიერ პერიოდში უნდა ჩავერიოთ, იმიტომ რომ ტკივილით მიყენებული სტრესი და ემოციური მდგომარეობა უფრო ცუდად აისახება ნაყოფზე, ვიდრე ჩვენს მიერ ჩატარებული манипуляცია. ზოგადად ორსულობის პერიოდში მედიკამენტების შერჩევა უნდა სიფრთხილით და აუცილებლად თუ კი რამე გართულება ახლავს ამ პერიოდს მკურნალ გინეკოლოგთან კონსულტაციის შემდგომ მხოლოდ. ჰიპერტონუსის შემთხვევაში მაგალითად კი ბატონო, აუცილებლად გავდივართ კონსულტაციებს. თვითონ ორსულობის პერიოდში პროტოკოლი პირის ღრუს მოვლის თითქმის იგივეა, ანუ აუცილებელია ფტორირებული კბილის პასტა, კბილთაშორისი ჯაგრულების გამოყენება, საღამოს შეიძლება ფტორის შემცველი სავლების დამატებაც, საჭიროებიდან გამომდინარე და მთავარი ორსულს შეიძლება აწუხებდეს მომატებული მჟავიანობა, ეგრეთ წოდებული გასტროეზოფაგური რეფლუქსი. მექანიზმი, ანუ აქაც მჟავა არის ჩართული და შეიძლება კბილის მაგარი ქსოვილი დაგვიზიანოს და პრევენცია როგორ შეიძლება გავაკეთოთ. არის მარტივი სავლები, ეგრეთ წოდებული სოდიანი სავლები, ძალიან ფართოდ გავრცელებული, უწყინარი სოდა. ყოველი ღებინების შემდგომ შეუძლია ორსულს რომ ეს გამოივლოს, მაგრამ აუცილებელია რომ თან დამატებით კბილი არ უნდა გაიხეხოს. ეს ინფორმაცია არ აქვს ორსულებს. ძირითადად უნდა მიეწოდოთ გინეკოლოგმა, თუმცა გინეკოლოგმა შეიძლება არ იცოდეს ეს პირის ღრუს პH მჟავიანობის შესახებ, ხომ? ორსულობის მიმდინარეობისას სამი გეგმიური ვიზიტი აგვარიდებს ამ ყველა პრობლემას, ხომ, ნინო ექიმო? ნამდვილად, ორსულობის დასაწყისში როცა გავაკეთებთ მონიტორინგს და თუ სამკურნალო არის დავსახავთ ამ გეგმას, თუ არის გადაასადების შემთხვევა, ვთქვათ, დავალოდებით მეორე ტრიმესტრის დადგომას, ორსულობა საკმაოდ ხანს გრძელდება და შესაბამისად სამი გეგმიური ვიზიტი საკმარისი იქნება მდგომარეობის გასაკონტროლებლად. რა შემთხვევაში ვცვლით ბჟენს, როდის არის ბჟენი შესაძლებელი, რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა, თუ მას კბილი არ ჩამოტყდა და ვიზუალურად არ აქვს დისკომფორტი, ამ ფუნქციურად. როდის ეუბნებით? ბჟენის შესაძლებელია, როდესაც მასზე აღინიშნება დისკოლორიზაცია, ანუ ფერის შეცვლა, ეს შეიძლება პაციენტმა ვერ დაინახოს, იმიტომ რომ საღეჭი კბილი იყოს. ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც სადერმაკაციო ხაზი აღინიშნება კბილზე, დარღვეული არის ბჟენის მთლიანობა და ბჟენის დეფექტი აღინიშნება. ასეთ დროს, როდესაც ირღვევა ბჟენის მთლიანობა, ოპტიმალური გარემო იქნება იქ მიკრობების გამრავლებისთვის. და ჰერმეტიზმი ირღვევა, ხო? ჰერმეტიზმი ირღვევა და აუცილებელი არის მისი შეცვლა და განახლება. მადლობა. ეხლა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც გამოირკვა, არის რომ ორთოდონტიული მკურნალობის დროს გვჭირდება აიკონ სისტემით მკურნალობა ან მხატვრული რესტავრაცია, ორთოპედიული მკურნალობის წინ ყველაზე მნიშვნელოვანია კბილების ენდოდონტიური მკურნალობა და ყველა ეტაპი მოიცავს ჩვენ მულტიდისციპლინარულ მიდგომას. მულტიდისციპლინარული მიდგომისას ექიმი თანამშრომლობს სხვა მომიჯნავე სპეციალისტებთან, პირის ღრუს მკურნალ ექიმებთან, ხომ? ამ შემთხვევაში როგორ ხდება დაგეგმარება თერაპიიდან სხვა
საშუალებამდე? ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი არის მკურნალობის ზოგადად მულტიდისციპლინარული მიდგომა გულისხმობს, რომ მკურნალობაში ჩართული უნდა იყოს არა მარტო ერთი ექიმი, არამედ სტომატოლოგიური სფეროს სხვა წარმომადგენლებიც, იქნება ეს ორთოპედი, ორთოდონტი თუ იმპლანტოლოგი, მკურნალობის დაგეგმარება ხდება ყველა ექიმის მიერ ერთდროულად, ანუ ეს განაპირობებს იმას, რომ მიღებული შედეგი იქნება უფრო გრძელვადიანი, საიმედო და ხარისხიანი. როგორც წესი, ასეთ დროს ჩვენ უკვე მომავლის პროგნოზი ვიცით, თუ რა შეიძლება მომავალში მოხდეს და პაციენტიც კმაყოფილი მიდის ჩვენი კლინიკიდან. არა მარტო ხანდახან ხშირია ხოლმე ისეთი შემთხვევები, როდესაც პაციენტს ვამისამართებთ მომიჯნავე პროფილის ექიმებთან, იქნება ეს ენდოკრინოლოგი, გულსიცოცხლე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად იქნება ეს კარდიოლოგი თუ რევმატოლოგი, იმიტომ რომ ხშირად ჩვენთან კაბინეტში ისეთი დაავადებები იჩენს თავს, რომ პაციენტს არც კი აქ წარმოუდგენელ რომ შეიძლება ის აწუხებდეს და როდესაც ჩვენ გადავამისამართებთ და გამოიკვლევენ, მე უკვე სხვა დაავადების მკურნალობასაც აგრძელებენ. ანუ შეიძლება სტომატოლოგის კაბინეტში პაციენტთან აღმოჩნდეს, რომ შაქრიანი დიაბეტი თავადობს, ან გულსისწრაფვა სისტემის სხვა პათოლოგია შეიძლება გქონდეს და სწორედ ექიმმა სტომატოლოგმა მიიღოს ეჭვი და გადაამისამართოს მომიჯნავე პროფილის ექიმთან, ხო? ძალიან ხშირად ჩვენ ვართ ის პირველი ექიმები, ვის მიერაც ხდება ამის აღმოჩენა ხოლმე. და ამ შემთხვევაში ექიმის კოლაბორაცია მკურნალ ექიმთან უფრო კარგ შედეგს აძლევს პაციენტს და გრძელვადიანი ხარისხიანი მკურნალობას იღებს პაციენტი, ხო? და სიცოცხლის ხარისხიც უმჯობესდება პაციენტის. ანამნეზის შეკრებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, უნდა ვკითხოთ, ჩავეძიოთ, ზოგჯერ შეიძლება თავად არ მიაქციოს ყურადღება, შეიძლება მედიკამენტის სახელი არ ახსოვდეს, აუცილებელია გავარკვიოთ, თუ აქვს რაიმე ქირურგიული ჩარევა გაკეთებული, თუ მკურნალობს რომელიმე დარგის სპეციალისტთან და ჩვენი ინტერესი არის, რა თქმა უნდა, ყველაფერი კავშირში არის ორგანიზმში ერთმანეთთან, პირის ღრუ არ არის ესე ცალკე და იზოლირებული, რომ ჩვენ ერთი კბილის ექიმები არ ვართ, რომ მას მივხედოთ. შესაბამისად, სხვა დაავადება აისახება პირის ღრუში, შეიძლება ჩვენმა ჩარევამ რაიმე სხვა პრობლემა გამოიწვიოს, ამიტომ წინასწარ ინფორმირებულები უნდა ვიყოთ და ამისთვის არის საჭირო ზუსტად რომ კონტაქტი გქონდეს, კოლეგიალურები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ და პაციენტისთვის არის კარგი შედეგის მომტანი. ყოველთვის მაქსიმალურად პაციენტზე უნდა ვიყოთ მორგებულები და პაციენტების ინტერესებიდან უნდა გამოვდიოდეთ, იმიტომ რომ პირის ღრუ წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმის სარკეს. ხშირია ხოლმე ისეთი წარმოქმნა პირველად პირის ღრუში, რომელიც მიუთითებს დაავადების ადრეულ ეტაპის განვითარებაზე და ასეთ დროს აუცილებელი არის რომ კარგად დავაკვირდეთ პირის ღრუს ლორწოვანის მდგომარეობას და თუ რაიმეს დავინახავთ, რაც უკვე ნორმიდან გადახრა არის დიახ და მთლიანობა დარღვეული არის, მისი აუცილებელი არის რომ შესაბამისი პროფილის ექიმთან გადავაგაუშვოთ ეს პაციენტები. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი ამით დასრულდა. მინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენ თერაპევტებს, ნინოს და ელენეს, დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მინდა გთხოვოთ, თუ გაინტერესებთ სტომატოლოგია და მასთან ხშირად დასმული შეკითხვები, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კომპანია G&G-ს ჩვენი სპონსორობისთვის და მხარში დგომისთვის. მე კი მომავალ ეპიზოდამდე გემშვიდობებით და გისურვებთ ჯანმრთელ ხიმილს.